ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა და ყველაზე სახიფათო მონაკვეთები ქვეყნის მასშტაბით. ცენტრალური მაგისტრალების კონკრეტული ადგილები, სადაც განსაკუთრებულად ხშირად ხდება ავარია. მიზეზები სიჩქარის გადაჭარბება, საგზაო ნიშნების უგულებელყოფა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ბოლო 1 წლის მანძილზე ყველაზე მეტი ფატალური შედეგი სწორედ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე დაფიქსირდა. მომმა რეგიონებმა თქვენთვის გადაიღო ის მონაკვეთები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ფიქსირდება. მძღოლები ორ კონკრეტულ ფაქტორზე მიუთითებენ დეტალებს ანა ნოდიას და ვახო ლეკიაშვილის სიუჟეტში ნახავთ. გზად შევესწარით ავარიას, მოტოციკლზე იჯდა 60 წლის მამაკაცი, რომელიც ეზოში გადავარდა ტრასიდან. ცხოველები მოდიოდნენ თურმე საავტომობილო გზაზე და მოკლედ აუქცია გვერდი, როგორც გვითხრეს აქ და თვითონ აქვს ზედაპირული დაზიანებები, ლანჩხუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საქართველოში 2860 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 216 ადამიანი. დაშავდა 3816. ახლა ვდგავართ სწორედ იმ ადგილას, სადაც 20 აგვისტოს უმძიმესი ტრაგედია მოხდა. ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 4 ახალგაზრდა და დაშავდა 3. მოკლედ 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს, მანქანები ადგილზევე დაიწვა და ეს არის ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთი, სადაც ყველაზე ხშირია ავარიები და ერთ-ერთ პრობლემურ მონაკვეთად ითვლება. 20 აგვისტომდე 4 დღით ადრე ქობულეთი-ბათუმის შემოვლითმა გზამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუ სტატისტიკას უკუსვლით მივყვებით, წლების და თვეების მიხედვით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ კონკრეტულ გზაზე ავარიების რიგითობა და დაშავებულთა თუ გარდაცვლილთა შემზარავი ისტორიები. მიუხედავად საავტომობილო შემთხვევების მზარდი რაოდენობისა, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ვერ ნახავთ ვერც ერთ საინფორმაციო დაფას, რაც პრობლემურ მონაკვეთზე მიგანიშნებთ. ან თუნდაც ავარიების მაღალი რისკის შემცველი მონაკვეთის შესახებ გვატყობინებს. რა არის ავარიების სიხშირის მიზეზი? რაში ხედავენ გამოსავალს, აზრს, იმ მძღოლებს ვეკითხებით, ვინც საავტომობილო გზაზე ყოველდღიურად დადის. ითვლება ეს პრობლემურ ზონად? ხშირია ხომ ამ შემთხვევები? ვერაში ორჯერ ან ერთჯერ მაინც. შემოვლითი გზა და აი ავტობანი ხوارაში სისტრაფი, მაქაც სისტრაფი. შემოვლითი გზებზე ხდება მაგენ მანქანაი. ცუთხმეტი კაცი დაიღუპა მაგენ მანქანაი ავტობანზე. ეგრეთ თუ ავტობანი ხომ არა შემოვლითი გზაა. მაგრამ გზის ვიწროვი ალბათ და რა ვიცი. ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ხშირ ავარიებს ქობულეთელი მძღოლები ორ ფაქტორს უკავშირებენ. პირველი სიჩქარის გადაჭარბება. ამ პრობლემას რეპორტაჟში არაერთხელ დავუბრუნდებით. მეორე კი კონკრეტული ერთზოლიანი ორმხრივი სავალი ნაწილის ინფრასტრუქტურა, რაც მათი აზრით მძღოლებს მაგისტრალის სიმულაციას უქმნის და შესაბამისად ავტომანქანებს დიდი სიჩქარით მართავენ. როცა კონკრეტულ გზაზე მაქსიმალური სიჩქარე საათში 90 კილომეტრია. გავს რომ მაგისტრალია ზუსტად მოწყობა ესეთია, გვერდულები ესეთია, ყველაფერი ესეთია, შეგრძნებას მძღოლს გაძლევს რომ შენ მაგისტრალზე ხარ და შესაბამისად შინაგანი მოთხოვნა გიჩნდება რომ მაგისტრალის სიჩქარითაც იმოზრაო, მაგრამ იმიტომ რომ ეს გზა ორმხრივია და იმიტომ რომ ამ გზაზე მოზრაობენ ძალიან ერთმანეთისგან განსხვავებული სიჩქარის ავტომობილები, შეიძლება ვიღაცა 40 კმ/სთ მიდიოდეს, ვიღაცა 90-ით, რაც ასევე დაშვებულია, მაგრამ სიჩქარის სხვაობა იმდენად დიდია, რომ ხდება ხოლმე გადასწრება, შემოხვედრის ერთმანეთთან შეჯახება ხდება, სწორედ ესე ხდება უმეტესი საგზაო შემთხვევა ამ ადგილას და სწორედ ეს არის ხოლმე, რაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ფატალურად სრულდება. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ გეგმავთ ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ზოლების მოწყობას. თუმცა ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ
და ეს მთავარი რისკი არ არის, რომ იქ საგზაო შემთხვევები ხდება. დატვირთვიდან გამომდინარე, ეს გზა საჭიროებს დამატებით ზოლებს. რაც შეეხება საგზაო შემთხვევებს, კიდევ ვამბობ, აქ მნიშვნელოვანი არის კომპლექსური მიდგომა. ამას მხოლოდ ერთი უწყება ვერ მოაგვარებს, ვერც საგზაო დეპარტამენტი თავის მხრივ, ვერც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს უნდა იყოს კომპლექსური, გარკვეული, მათ შორის საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება, რომელმაც უნდა გამოიწვიოს, რომ ჩვენ მხოლოდ ქობულეთის შემოვლითი გზა არ არის პრობლემა. უამრავი პრობლემა არის ზოგადად ქვეყანაში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ქობულეთიდან გზას ბათუმისკენ ვაგრძელებთ. 2025 წლის 2 კვარტლის მონაცემებით თბილისის და იმერეთის შემდეგ ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით აჭარა მოდის. იანვარი-ივნისის ჩათვლით 301 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, 30 დაღუპული, 409 დაშავებული ადამიანი. ახლანდელი ახალგაზრდობა არ აზროვნებს თუ როგორ დადის საგზაო ნიშანი ხო არის? არ ემორჩილება. ახლანდელი ახალგაზრდა იმას არ ემორჩილება. ამიტომ ცოტა ვითხოვთ ეს ხალხში შესული მძღოლები, რომ მეტი ყურადღება იყოს ამ საგზაო ნიშნებზე, მოთხოვნაზე და პატრული იყოს. ჩვენ ახლა შვახების რეისზე მუშაობ, ხულოს რეისზე, ისევ ვარ შვახების და ხულოს ჩამოვა, პატრული გზაში არ არის. ჯერ ნასვამი არაფერზე მდგომარეობაში. მე დაბოლილი არსოდნა, ძალიან ბევრი ბავშვები დადიან. ახლა ამდენიც დაიღუპა, ხომ ნახავთ, ყველა იყო ახალგაზრდა. იმდენ გამოცდილება არ აქვს, პრაქტიკა არ აქვს. დღევანდელი ტრანსპორტი მოგეხსენებათ ცოტა სწრაფმავალია და ეს ყველაფერი დაუმორჩილებლობისა და უცოდნელობისგან ხდება ეს შემთხვევები. და შენ ის სხვა მიზეზი არ არის. თემაზე მუშაობისას არაერთ რეგიონს ვესტუმრეთ. კადრში ჩვენს მიერ გადაღებულ დარღვევებს ხედავთ. შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ან გასწრების მანევრი, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება. თავარი მკვლელი დარღვევა, ეს არის სიჩქარის გადაჭარბება. ჩვენ გვაქვს ესეთი რეალობა, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე დღეს რეაგირებს სექციური რადარები, კამერები, მაგრამ გვაქვს მეორე ცუდი რეალობა, რომ პრაქტიკულად არ აკლდება მართვის მოწყობაზე ქულები სიჩქარის გადაჭარბებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს აქვს ასე ვთქვათ შემოსავალი და მას ფინანსურად არ უჭირს, უბრალოდ შეუძლია ჯარიმები იხადოს და ისე ჩავიდეს დაუშვათ თბილისიდან ბათუმამდე, როგორც თავად გადაწყდეს. დავით მესხიშვილის მსგავსად ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იზორიაც გამოსავალს სიჩქარის გადაჭარბებისას მართვის მოწმობაზე ქულების დაკლებაში ხედავს. ასევე ქვეითად მოსიარულეთა ლეტალობის ზრდას урბანული ლიმიტების მაღალ სტანდარტს უკავშირებს. საქართველოში დასახლებულ პუნქტებში ნებადართული მაქსიმალური სიჩქარე საათში 60 კილომეტრია, ხოლო სასწავლო ზონებში კი 40 კილომეტრი საათში. 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა შეჯახება ქვეითად მოსიარულეზე 917 დაფიქსირდა. დაიღუპა 79 ქვეითი, დაშავდა 819. ევროპის ვერცერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც არსებობს პლუს ანუ საპატიებელი გარემოებით 15 კმ/სთ. აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად სასკოლო ზონასთან 30 მაინც დავაყენე დღეს ნიშანი და ამას ვითხოვთ, ხო? 55-ით შეუძლია მძღოლს გავლა და ზუსტად ეს არის ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების მაჩვენებელი. სხვადასხვა კვლევები დასტურდება, რომ თუ 30 კმ/სთ-ით ვეჯახებით ქვეითად მოსიარულეს, გადარჩენის შანსი არის 80%, მაგრამ თუ 40-50-ით ვეჯახებით უკვე პირიქით დაღუპვის შანსი არის 80%. აქედან გამომდინარე, სიჩქარის ლიმიტები დასარეგულირებელია და ერთი სიტყვით მთლიანად სიჩქარის მენეჯმენტი არის ქვეყანაში გასაუმჯობესებელი. რეპორტაჟზე მუშაობისას ქუთაისში თითქმის სრული დღე გავატარეთ. პირველი არხის გადამღები ჯგუფისთვის რთული აღმოჩნდა არა წესების დამრღვევი, არამედ საგზაო მოძრაობის წესების დამცველი აღმოგვეჩინა. ძირითადად ქვეითები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 კვარტალში იმერეთში 316 ავარია მოხდა. გარდაცვლილი 45, 453 დაშავებული. სისწრაფეა თავი და თავი, ყველაფერს ავიზო, რომ როცა ნელა მიდიხარ, ახდენ იმას, რეაგირებას. სწრაფზე როგორ ახდენ, მოახდენ რეაგირებას და არის ის ბევრმა მოძრაობის წესები, არის ის და მიტო ხდება ახლა. აგერ გაგიკეთებს უცებ ამგონს ჩაგიჭრის წინ და საფრთხე შეგიქმნა, ამაი ბევრი შემთხვევა ძალიან. აგერ მიდის წინ თქვა და უცებ აგიტორმოზებს და ის არ ფიქრობს იმას, უკან რა საფრთხე ხდება.
ისევ სიჩქარე, გამოუცდელობა, განათლების სიმცირე და პრობლემური მონაკვეთების არსებობა გზებზე. ხშირი ავარიები მძიმე შედეგებით. ქუთაისი ბაღდათის გზა, ქუთაისი წყალტუბოს გზაზე მონაკვეთები, სადაც კვირა არ გავა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გარეშე კი არა, არამედ დასჩავებულების და დაღუპულების გარეშე. ესეც შეიძლება იყოს ბათუმში პელაბუსერიძის ქუჩა, ხო? ბევრია ესეთი. ეს შავი მონაკვეთები, მეტნაკლებად იდენტიფიცირებულია, მაგრამ რა ღონისძიებები ტარდება აქ, რომ აღმოიფხვროს ეს შავი წერტილები, ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობია. მოტოციკლეტისტის მონაწილეობით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა წელს 454-ია. 23 კი მოპედის მონაწილეობით. საერთო ჯამში 8 გარდაცვლილი, 450 დაშავებული. ყურადღებით მოძრაობაში ვხედავ ძირითადად გამოსწორების გზას, იმიტომ რომ მანქანას შუშებში აქვს მკვდარი ზონები, რომელიც ხილვადობას საერთოდ ვერ იმაშвება და აი მოპედი ისეთი პატარა და ისეთი შეუმჩნეველია, რომ მანქანა რომ მანევრს იწყებს, შეიძლება სულ ვერ ხედავდეს. ამიტომ მოპედების და მოტოციკლეტების მძღოლებს უფრო მეტი ყურადღება მარტებ გასწრების ან მოხვევის ან ნებისმიერი მანევრის დროს გაითვალისწინო, რომ მანქანები ვერ ამჩნევენ. 50 გარდაცვლილი, 1621 დაშავებული, რაც 1369 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევამ გამოიწვია. წლევანდელი ავარიების თითქმის ნახევარი თბილისში დაფიქსირდა. საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემიის დამფუძნებელი მევლუდ მელაძე საგზაო შემთხვევების ზრდას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს. საგზაო მოძრაობაში ჩართული როგორც მძღოლების, ისე ქვეითების არასაკმარისი განათლება, რაც ბაღის ასაკიდან უნდა მოდიოდეს. ავტოსკოლების ავტორიზაციის და ლიცენზირების კუთხით რეგულაციების შემოღება, რათა მომავალმა მძღოლებმა პრაქტიკული და თეორიული სწავლება მხოლოდ პროფესიონალის მეთვალყურეობით გაიაროს. კიდევ არაერთი სხვა კომპონენტი, რომლის ერთობლიობას თუ ცალკეულ დარღვევებს ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ. თანამედროვე ავტომობილებში სიჩქარის შეგრძნება არის ნაკლები და შევხედოთ ახლა სპიდომეტრს 100 კმ/სთ სიჩქარით მიდივარ და ეს მგონია რომ არაფერს არ ვაფუჭებ. მანამ სანამ რაღაც საგზაო შემთხვევა მოხდება, ან რაღაც სიტუაცია დადგება, ესეც როცა მე უნდა ჩავერთო და აგიხსნით ამას რატომ. ფორმულა არის ესეთი 5-18. ჩვენ თუ მივდივართ 100 კმ/სთ სიჩქარით, წამში გავდივართ 27 მეტრს. იმისთვის რომ ჩვენ მოქმედებაში მოვიყვანოთ, ყველაფერი დავინახეთ, გავაანალიზეთ, მუხურის ფეხი დავაჭირეთ, სითხე შეიკუმშა, მივიდა ხუნდებამდე, ხუნდებმა მოიყვანა მოქმედებაში, საბურავი გაჩერდა, ამ ყველაფერში დაახლოებით წამიდან წამნახევრამდე იხარჯება. ანუ მინიმუმ 27 მეტრი ისე გვაქვს გავლილი, რომ ჯერ არაფერი არ მომხდარა. 27 კი არა, რამოდენიმე მეტრია ხოლმე, რაც გვაშორებს საგზაო შემთხვევას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცამ ეს თავის დროზე გვასწავლოს. ქვეყანაში მასშტაბური პრობლემის მიზეზების ძიებასთან ერთად ჩვენი ამოსავალი წერტილი გამოსავლის პოვნა იყო. სიტუაციის ყველაზე კარგი შემფასებელი ხალხი აღმოჩნდა. პრობლემის მომგვარებელი კი რა თქმა უნდა სახელმწიფოა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მიგვეღო პასუხი ეკონომიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, თუ რა გზებით აპირებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ინტერვიუზე უარი გითხრეს. 2022 წლის 4 ივლისს მთავრობის დადგენილებით 2022-25 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა. სტრატეგიის მიზანს 2025 წლისთვის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის 25%-ით შემცირება წარმოადგენდა. შემუშავდა 2022-23 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის აქტივობებისა, ამოცანებისა და ღონისძიებების შესასრულებლად ჯამურმა საორიენტაციო ბიუჯეტმა 85,682,248 ლარი შეადგინა. დღეს კი ასეთი სურათი გვაქვს. წლევანდელი 6 თვის შედეგები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით საშუალოდ 20%-ით გაზრდილ ლეტალობას, ხოლო დაშავებულთა რიცხვის 14%-იან ზრდას ასახავს. თავად საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი კი 2024 წლის 2 კვარტალთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.